მე ვასალამებთ ოზურგეთს დამოუკიდებელ ცხოვრების ერთ-ერთი ლიდერი ცხოვრების ამაღლებაში გურიაში და სახოში ძირითადად მუშაობ კომპიუტერთან სადაც შემოყვანს შუპილების ისტორია ასევე დავდივართ კარდაკარ და ვიკვლევთ და საჭირო აქვს შრომპილებს პირადად ეს საქმიანობა და ეს სამუშაო ჩემი ცხოვრების ნაწილი და შემიძლია ეს გავაკეთო უანგარო. ჩემი ბავშვობა გავატარე ძალიან კარგად სასწავლო მონომოგონებებად ოჯახში ვიყავ 4 ბავშვი და გამოყოფილი როგორც ეხლა ზოგიერთ ოჯახებში არის შრომპილი გამოყოფილი ლექციები მე ეგრე არადა მომხსენებიან 4 წლიდან მყავდა მეგობრები მათთვის ვიყავი მათნაირი ადაპტირება მათნაირი ბავშვი ვისებაში ფეხბურთი ყოფილი მეკარე ასე თევზაობაზე დავდიოდი ანარ გასხოვება ბავშვ მოგონებებთან მიარმა იყო ესეთი ფაქტი დაბალ კლასებში ვიყავი და არ ვიყავი გასული დაფასთან ესე ვთქვათ დასაწერად სულ მიყვიდა რატო არ გავდიოდი მასწავლებელს ეტყვა გავყავდი დასაწერად დაფასთან დავალებას ვასრულებდი ანუ კარგად ვსწავლობდი საყვაწლოებს მე პირიქით ვაწერინებდი აქეთ მასალა მოხდა მასწავლებელმა დაფაზე გასასვლელად არანაირ გავიდა წევ გახარებული ხალხო მე ვიცი ეს მეტად მე დავწერთ თქო რა პრობლემა გამოვალ თქო და მასწავლებელი ოყმანობს და გავყავა და საბი ვარ გავიწყდნენ კაი ხა გამოდიოდა რო გავედი იმენად ემოციებში ვიყავი და იმენ მიხაროდა რომ მე დაფასთან გავედი და პირველად ანუ 2-3 წელს ემოციურ ფონზე ხელი ამიტანკანდა და ისე დაწერე დავალება ესე ვთქვათ და მასწავლებელი მეუბნება ხო ვიცოდი რომ ვერ დაწერდა მაგიტო ამნომი არ გამომყავდიო და ამის შემდეგ გამიქცა ძალიან კომპლექსი წერის მთელი 12 კლასისა და ამთან სხვა მასწავლებლები მეუბნებოდნენ დაფასთან გამოდი სალონე გამოდი დაწერე გაყვესილი მოყევია და ეს საჯაროდ ანუ ისე არაჩს არ გავდიოდ მიზეზი არაჩს არ მithქვია რატო არ გავდიოდ ესეც სალონში დავდიოდი და შვიად ადი ჩოლკებს მიჭრიდი 5 წელი და ესეთ პროცედურაზე მივედი სალონში მეუბნება რომ ისაუბრა ხუთთან მე შვილკარი იყო შენი ფული არ ამჭირდა და გამომიშვები და თუ ამ დრომდე ვიხდიდი ეხლა რატო ვიყავი შვილ ვარ გინდა ადი სახში ხაშუმრიებზე იყო მარტო როგორ გამოუშვა ამემშობეს ჭყუარა აქვს დაშეკოშტაში როგორ უშვებს ბავშვს გარეთ მარტო დამოუკიდებლად და თუ დამოუკიდებლად დადის შუმრული ესე იგი დანაშაული იყო იმ პერიოდში და ეხლა ამ გადასახადებ პირიქით ეხლა საზოგადოების დამოუკიდებლად და კიდე უფრო გაუმჯობეს და მშობლების დამოუკიდებლობას ცოტა წინ წამოვიდა პირველ რიგში ეს საკუთართან ვეტყოდი საყმელს ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ მე იმ პროცესში კომპლექსნა უნდა გავჩვენო და პირიქით უნდა მებრძოლა არა მე რატომაც არ დავწერ გამოვარ დაფასთან და 12 წელი ეგ უნდა გამეკეთებია მე ვიჩვენებ უკან არასდროს არ დაიხიოთ პირიქით იბრძოლეთ თქვენი ცხოვრებისთვის პირადად თქვენ თვითონ იბრძოლეთ ანუ სხვა ათდე შობელზე იყო დამოკიდებული ათ მეგობარზე არ ვიცი საერთოდ თქვენი უფლებები თქვენ დაისალ მეტისნიერები გახდებით ცხოვრებაში და სხვა დასჭები ანუ მარტო იტყვის რომ აი მე ეს შევძელი